ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ახალი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა. ფერმერმა ილია ნახუცრიშვილმა 500 კვადრატულ მეტრ სასათბურე მეურნეობა სახელმწიფო პროგრამის ქართული ბოსტნეული სათბურებიდან ფარგლებში მოაწყო, სადაც სალათის ფოთოლი მოყავს. სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერს პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის 50,000 ლარის საპროცენტო განაკვეთს 24 თვის განმავლობაში სრულად უფინანსებს. პროგრამის პირობების თანახმად ფერმერი სოფლის განვითარების სააგენტოსგან დამატებით 13,500 ლარის ოდენობით დაფინანსებასაც მიიღებს. პროგრამას ქართული ბოსტნეული სათბურებიდან, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო 2024 წლიდან ახორციელებს, 57 ბენეფიციარი ყავს. ეს არის საშუალება იმისი, რომ დასაქმდეს დოვლათის შექმნას, იმპორტი შეამციროს, ქვეყნის ეკონომიკას გამოადგეს, თავის საოჯახო მეურნეობას გამოადგეს, გაიზარდოს, მეწარმე გახდეს, მეძზე იფიქროს. ძალიან ბევრი სიკეთე აქვს ამ პროგრამას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონისთვის ასეთი პროექტების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან. ჩვენ უყურებთ, რომ თანდათან უკვე ასეთ პროექტებს სოფლის მეურნეობა კახეთში ძალიან ესე ვთქვათ ხარისხობრივ ახალ ეტაპზე გადაყავს. ძირითადად სახელმწიფოს დახმარებით გავაკეთეთ ეს სათბურები, არის 500 კვადრატი და მოყავ სალათის ფოთოლი. დაახლოებით ველოდებით პირველი მოსავალია თითო მოსავალზე 4 ტონას.